ავტოგრაფი მოგიჟმოტავს? სმენი. კანცი როდის წყდება? რეალებს. რატო? ეგ საინტერესო ამბავია. სოფელში ზაფხულობის წარმოდგენა თუ დაგიდგამთ. ერთხელ უბნის ბავშვები შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ ჩვენებური წარმოდგენა დაგვიდგა. მინი თეატრი. რა თქმა უნდა ბილეთებიც გავყიდეთ. ხო, მე საღამოს ხო უნდა გვექეიფა ლიმონათებით. მოკლედ გავშალეთ უბანში დიდი ფარდა. ზოგმა მაგიდის გადასაფარებელი წამოიღო, ზოგმა დედის ტანსაცმელი, ზოგმა რა და ზოგმა რა. ვისაც რა ქონდა. მოკლედ ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, ვაცინეთ, ვიცინეთ, აპლოდისმენტებიც დავიმსახურეთ. ფულით შევაგროვეთ და ის არის მაღაზიაში უნდა წავსულიყავით. ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს ძაღლმა უკბინა. და მთელი საღამო საავადმყოფოში გავატარეთ. ასეთები ვიყავით. უბნის ბავშვები. უდარდელი ბავშვები იყავით. გამარჯობა გიორგი, როგორ ხარ? გამარჯობა, მადლობა თავად. მეც არა მიშა. ზად განსაცდელისთვის. მადლობა რომ მოხვედით. პირიქით მადლობა. სანამ დავიწყებთ, მაყურებელს ვეთქვი რომ გამოიწერონ ჩვენი არხი. ვინც გვიყურებს და არ აქვს გამოწერილი, გადაამოწმეთ გამოწერილი გაქვთ ხო არა, მაინც გონიათ რომ გამოწერილი გაქვთ, შეიძლება არ იყოს გამოწერილი და ვინც პირველად უყურებთ და მოგწონთ გიორგი, ან მოგწონთ ჩვენი გადაცემა, შეგიძლიათ გამოიწეროთ. დავიწყოთ. მონოლოგი თუ დიალოგი? ადგილს გააჩნია. ორივენიცა. ვინც ქართულს გვისწორებს, ნერვოზი აქვს? კი, და ვისაც უსწორებენ იმასაც. ყველას ნევროზია ქვეყანაში. ჩემი თამადობით რა თქმა უნდა. სხვანაირად რთულია. უცებზე რა გახსენდება? უცებზე გურული სიტყვა ელანძე. ელანძე. არა, მაგარია. რას ნიშნავს ელანძე? უცებს ნიშნავს? ელანძე ნიშნავს აი უცებ რო გააკეთებ, მაგრამ უცებსაც ხო ბევრი კონოტაცია აქვს რა თავისი არის და რაღაცა ესეთი ძალიან ზოგი რთული სიტყვაა ფილოსოფიურად. ვერ განვარტავთ ეს რაღაცა, ცალკეა რა. და წერლობა სად ისწავლება? წერლობაში ვარჯიშობდი, ბავშვობაში მავარჯიშობდი. სხვა შორის ეგეთი ამბავი იყო და ბებია ჩემი ეს ხელიურევია მე მგონი, იმიტომ ბავშვობაში მეუბნებოდნენ სადღაც ალბათ უკვე მეორე მესამე კლასში ვიყავი, რომ ეგეთი ლექსი გამოთქვიო, შენ 3 წლის რო იყავიო. ჭინჭინა და წვიმა მიყვარს ქარია და ქარი, ბავშვები ვარ გამოხვიდეთ, არ გაღოთ კარი. ეჭვმა გვეგარბებია ჩემის დაწერილი. მაგრამ ამით იძულებული გამხადეს, რომ მე ლექსების წერა დამოწმო. შეგიძლიაო, ხო? мотиваცია მოგწეს, კარგია. სერიოზული ილეთი აღმოჩნდა. კოჭებში ვის რა შეატყე? კოჭი მე მქონდა გასივებული სხვა შემთხვევაში. ამას ფეხი ვიღწე და ძირითადად კოჭზე სიმართლე გითხრა, მაგიდიომზე უფრო ეგ ამბავი მახსენდება. არ ვაკვირდები ხალხს კოჭებზე. მე მესმის ასე მეკითხა, მაგრამ არც მაგაზრით. ხო. მე არ ნანობ ხოლმე თუ კი, ძალიან ბევრ ადამიანს შეხვედრებად, რომელთან დაკავშირებიდაც ალბათ ჯობდა, რომ პირველი მზერა კოჭებისკენ წასულიყო რაღაცა შევატყობდი, მაგრამ არა. ეგრე აღმოჩნდა ჩემი ცხოვრება, რომ წამი რომ გავაჩერო, ფოკუსნიკი ვიქნები თუ პოეტი? ორივენიცა ისე. გააჩნია შორი დისტანციიდან პოეტი, ახლო დისტანციიდან ფოკუსის მასტერი. გააჩნია ვისთვის გავაჩერებ, ხო? კი, საჭიროა საერთოდ. საჭიროა საერთოდ, ხო. სიყვარული ვერტიკალურია თუ ბრუნვადი? სიყვარული არ არის მარტივი საქმე. მე მგონი ძალიან ინდივიდუალური რამეა. ძალიან ინდივიდუალური, მაგრამ უფრო ბრუნვადი. ვიდრე ვერტიკალური. ხო. ვერტიკალური პოეტების საქმეა. ბრუნვადი რეალურად. შენც რო გაბრუნებს და იმასაც და ყველაფერს. ხო. საოცარი შეგრძნებაა, ხო. ესე უცნაური ადამიანის მოწყობის გათვალისწინებით ამოვარდნაა რაღაცნაირი, იმიტომ რომ უკეთესი თვისება ადამიანის ვიდრე ის დიდწილად ატარებს ხოლმე ჩვენ
დიდწილად კარგი გათახსირებული ხალხი ვართ და სიყვარული და სიკეთე რო შეგვიძლია ეს ჩემში დღემდე დიდ გაკვირვებას, მაგრამ ამავდროულად აღტაცებას იწვევს. ეგ არის ადამიანად ყოფნის გამართლება. კი, ზუსტად. ავტოგრაფი მოგიჟმოტავს? მან მაქვს რთული პრობლემა, იმიტომ რომ ავტოგრაფი არ მეზარება, მაგრამ სახელები მავიწყდება. ხო და ადამიანი რომ მოდის და წამიწერეს მეუბნება და 100%-ით რომ იცის რომ უნდა ვიცოდე ვის წაუწერ. აი მან ძალიან უხერხულ დღეში ვარდები და ნუ ბოლოს სიმართლეს ვეუბნები რომ სახელებს ვერ ვიმახსოვრებ და გეხვეწები. ან ვაცხადებ უკიდურესი გადაზღვევის მიზნით თავიდანვე რომ სახელებთან დაკავშირებით პრობლემა მაქვს და აი თავი პირდაპირ რომ მოხვალთ მიხარით და ის ყველაზე ახლობელიც ძალიან ახლობელიც დეიდაშვილი ისინიც არ ნახობენ. არა მე სახელებთან ძალიან დიდი პრობლემა მაქვს. კი, ეგ არის რაღაცნაირი ვთქვი რა თუ ყოფილა შემთხვევა აი ვიღაცისთვის არ გინდოდა მიგეცა რა. არის მსახურებ ძმაო. არა, მაგრამ იმიცია და მინანია და გამგები გაიგებს. ავტოგრაფი. მწერლებს ერთმანეთს ლაპარაკი გიყვართ? ყველას უყვარს ერთმანეთს ლაპარაკი და ლანძღვა. ლანძღვა. ჩვენი ჰობი, როგორც წესი და მე ვცდილობ რომ შევიკავო მაგ საქმიდან თავი და ვივარჯიშო, მაგრამ მეც მიწევს სიმართლე გითხრა მაგ სპორტში მონაწილეობა იძულებით. საერთოდ ეგ ხო ჩვენი ეროვნული მახასიათებელია სამწუხარო რომ ერთმანეთის გატანა გვიჭირს, წარმოგიდგენია ხო ორი კაცი ერთად ზის და ძალიან იშვიათად ხდება ძალიან რომ მესამეს აქებს გამწარებული და ამბობს რომ ეს რა მაგარი კაცია. ხო, შემთხვევაში ჭორაობენ. ხო, შემთხვევაში ადამიანი მიდრეკილია რომ რაღაცა თქვას ისეთი, რომელიც იმ მეორე ადამიანს მასზე უარესად წარმოაჩენს. ხო. ადამიანმა უნდა ივარჯიშოს ამაში. რუსთაველი მაგას გვეუბნება ზუსტად რომ რაც არა გწადდეს იგი ხმენ ნუზდევ წადილთან ნებას. ანუ გინდება, მაგრამ თუ გინდა რომ საფეხური შეინარჩუნო ადამიანად ყოფნის უნდა დაამოხრჭო. როგორ გავხდეთ უკეთესები ამას ჩვენი წერილები გვასწავლიან ხო სულ და ვკითხულობთ ალბათ. მაგრამ აი არ არის ლიტერატურა. რატო ვერ მე არ არის ლიტერატურის ძირითადი ფუნქცია ჩემი აზრით. იმიტომ რომ ლიტერატურა ალბათ გაცილებით უფრო უკეთ გვაჩვენებს რა არის ადამიანი, ვიდრე იმას როგორი უნდა იყოს. როგორი უნდა იყოს არის ჩვენი გადასაწყვეტი. იმიტომ რომ მე მინახავს ძალიან ბევრი ადამიანი მსმენია ისტორიიდან ამავდროულად, რომელსაც ბევრი წიგნი ჰქონდა წაკითხული, იმაზე მეტი კაცი ყავდა დახოცილი. ეგ არაფერი პრობლემა არ არის. ანუ რეალურად არის წიგნის როლი და ამ როლს მიღმა არის შენი როლი. ხო, წიგნი უკეთეს ვერ ხდის. წიგნი უკეთეს ვერ ხდის, მაგრამ აი ვესი ხარანაულის ერთი სტრიქონი რო გადმოვათამაშოთ ალუზიურად ერთი ცრემლით მეტს ხდის სხვას და ეგ უკვე უპირატესობა რაღაცნაირად. რა თქმა უნდა. შემკობილის სიტყვა როდის არის უნიათო? შემომკობელი? ხო, აი მაქებარე. გამკობელი, ხო. მე სიმართლე გითხრათ, მიხედავთ იმისა, რომ ეგ ახლანდელ სოციალურ ცხოვრებაში ძნელად მეტყობა, ბავშვობის ინერცით ვარ ძალიან მორცხვი ადამიანი. და ესე პირადად რომ მაქებენ, ну, ან თავს ხრი, ან რაღაცას ვაკეთებ და მიხედავთ რომ სიამოვნებაა, რა თქმა უნდა, ეგ არის სრული სიყალბე, რა ხო ვიღაცამ თქვას რომ მაქებენ არ მიხარია და რაღაც, მაგრამ ვერ ვუძლებ პროცესს. ან მაგალითად რაღაცა საკებარი, რაღაც წერილი რომ დაწერილები წაკითხული არ მაქვს. თარჩი ვიცი რომ ეს არის რაღაც. ხო და ჩემთვის სულ ეგრე გამოდის რა, მიუხედავად იმისა რომ ეს მინდა, რა თქმა უნდა სრული აბსურდი ადამიანური აღიარების არსება იმ ლოკაციის და გაქანების მიხედვით რა მიდრეკილებებიც მას აქვს, მაგრამ ნუ ეს რაღაცა დისორდერული ნაწილი არის ჩემში. ლანძღვა კიდევ უფრო მწყიის, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. არის წყლის და თან მტკივნეულია ძალიან. კი, ამიტომ ეს რაღაცებს მე აღარ ვკითხულობ ჩვენთან სულ ერთად ჯოხი რომ ახლა აქ ეს ვიდეო რო დაიდება, ქვეშ იქნება ისიც ლანძღვები სულ ერთად პრობლემა არის. სხვათა შორის არა ხოლმე რა, ძალიან მაგარი მაყურებელი არის ლენძღებიან ჩვენი მაყურებლები. კაია. იმედი არ შემოგვეპარება ეგეთი მაყურებელი. არა უშავს გაგვიყვანს. რა პრობლემა. დავიტანთ. ან შედი ან გადიო რომ გეუბნებოდნენ რა შვებოდი. გავდიოდი. ხო მეც ეგეთი ამაყი ბავშვი ვიყავი რა მინდა. შევსულიყავი იქნებ ჯობდა. ხო, ეგ საინტერესო ამბავია საერთოდ. გაჩინე როგორ გეუბნებიან. თუ გეუბნებიან რომ თუ შეხვალ. და იქ პრობლემაა და დაგერხევა, შედიხარ. ну რაღაც საუბრები ხარ დაგეტილი ან აკრძალული ვაშლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
არა ესე თუ გეუბნებიან რომ ან შედი ან გადი, რაც ნიშნავს იმას რომ სულ ერთია. ნუ მაშინ გადიხარ. ხო, სულ ერთია. ანუ სულ ერთიად ყოფნა მიმზიდველი არ არის. რა თქმა უნდა. მარტო ჩემთვის კი არა, ალბათ არავისთვის. მუზის გამო მანქანა გაგიჩერებია? არ არსებობს. ეგეთი აზრით, მაგრამ შთაგონება არსებობს და გამიჩერებია სხვა შორის. და დამწერია კიდეც ერთი ტექსტი, რომელიც ერთი ადამიანის გარდაცვალებამ რაღაცნაირად განაპირობა, რომელიც გავიგე გზაზე. როცა მივდიოდი და მახსოვს ძალიან ისეთი ემოციური მუხტი მქონდა და მახსოვს რა სიმღერა იყო ჩართული სხვა შორის ბონამასას და ბეთჰარტის დუეტი Strange Fruit მახსოვს და ეს ყველანაირი ეს ყალბი რომანტიზაციის გარეშე რაღაცნაირად ერთმანეთს ძალიან ძაფრად გადაევა და მახსოვს რომ ეცრემლემოდა გავაჩერე და თან რაღაცნაირად აი ძალიან დიდი ჯოჯოხეთიდან ახალ გამოსული ვიყავი და რეალურად ის ჩემი სუიციდის მცდელობა და სხვა რაღაცეებიც თან მომდევდა და ამაზე კომპილაციურად დავაწყე ტექსტი ჩემზე იმ ადამიანს ეს არ ეძღვნება მაგრამ იმან განაპირობა ეს და ასე შემდეგ და შემდეგ მანქანა კი არა მაშინ ისეთი განცდა მქონდა მატარებელსაც გავაჩერე მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება ძალიან იშვიათად სულ მოუთქმელად რასელი სულ მოუთქმელად ველი ყველა მე ვარ ძალიან სულ სწრაფი და სულ მოუთქმელი ადამიანი და ყველაფერი მინდა სწრაფად გუშინა ანუ ამბავიც და შედეგიც მინდა ერთად და ეგ ძალიან მაზარალებს სხვა შორის იმიტომ რომ რეალურად ბევრი რაღაცა არის განსაკუთრებით სხვა შორის არა იმდენად საქმეში ასამდა არამედ პირად ცხოვრებაში რაც მოთმენის თქვათ აუცილებლობას გვთავაზობს, მაგრამ მე ეგ მიჭირს, გურული ვარ რა. და თან ნევროზიც მაქვს, ძველი გაგებით, შფოთვითი არშილობაც და ყველაფერი უბედურება ერთად. მე და სიმშვიდე არის სრული ოქსიმორონი. მინდა რომ ოდესმე არ იცნობ სიმშვიდეს. არა. საერთოდ ვერ ვხვდები რა არის და ძალიან შურს შვიდი ადამიანებს. მეც კი. ბუ მართლა ჭკვიანია? ბუს გააჩენი. ის რასადროდის ბუ ალბათ ჭკვიანი. ტყეში რომ ბუ არის, ჩემი აზრით ბუ ჭკვიანი. ის ბევრად ჭკვიანია? კი, მე ძალიან მეშინია რასადროდის ტიპის თამაშების აღაზრდას არ ვიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ ხამი მესიზმრება ხოლმე, რომ ეგეთ სიტუაციაში ვარ და რაღაც შეკითხვები შემოვიდა და ვერცეც ვერ პასუხობ და უკიდურესად შერცხვევ. ხო, რაღაც უფრო მე მგონი სპორტია. ძალიან მიჭირს სხვა შორის დროში დათქმული ამოცანების გადაწყვეტა. ან რო გეუბნებიან, რომ 1 წუთი გაქვს აპასუხოთ. ხო. ხო, აი უკვე შეიძლება იმ კითხვას ამ დათქმის გარეშე 1 წამში უპასუხო. როცა მეუბნებიან 1 წუთი და დამთავრებული ამბავი. ამიტომ მე მაგ თამაშს არ ვწარ. ზუსტად ეგრევა. 1 წუთი გაქვს რომ მეუბნებიან, რომ ვფიქრობ 1 წუთი ხო არ გავიდა და ის პასუხი კი, არა, ეგეთი დათქმები მე მესმის რომ დედლაინი თანამედროვე სამყაროს ნაწილია და მეტნაკლებად საქმეში მანდ ასე თუ ისე მორგებული ვარ, მაგრამ აი ეგეთი ტიპის განცდებს როცა უკავშირდება ძალიან მიჭირს. ხო, კი. ChatGPT-მ რაღაც ცოტა ბევრი ხო არ იცის უკვე? ChatGPT-მ ძალიან ბევრი იცის სხვა შორის და ცოტა გახულიგნდა კიდეც, მაგრამ მე მგონია რომ ეგ მაინც ადამიანის კონტროლ ქვეშ მოქცეული მოცემულობა. ის რაც ადამიანმა შექმნა როგორც დემიურგმა, რეალურად ადამიანისვე ძალით არის გაუქმებადი თუ ის მოინდომებს. ანუ ის შიშები რომ ნებისმიერ ტიპის ხელოვნური ინტელექტი, მარტო ChatGPT ხო არის, ბევრი პლატფორმა არსებობს. გავა ადამიანის კონტროლიდან მე მგონია რომ ცოტა გააჭარბებულია. მაგრამ ამავდროულად ცხადია ამგვარ ამბებს, ისე როგორც ალბათ ყველანაირ ნოვაციას აქვს დადებითი მახასიათებელი და უარყოფითი. ანუ ძალიან ბევრი რაღაც რაც მაინტერესებს სხვა შორის ძალიან იოლად ირკვევა, იმიტომ რომ Google-ის საძიებოც ფანტასტიკურია, მაგრამ ამან უკვე რაღაცნაირად შეკრებილად იცის ეს ამბავი და გაცნობს, მაგრამ ამავდროულად თქვათ ფანტაზიის მიმართულები ძალიან გზღუდავს, იმიტომ რომ მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც დღეს თემებს წერს ამით და რაღაც შეხვედრების წინ ემზადება და სიტყვით გამოდის და ამ შემდეგ და შემდეგ ცოტა გაჩლუნგებს რა, ჩემი აზრით. მაგრამ ხო, რავი, მაგრამ სადღაცა რაღაც ნაწილში სიზარმაცე კარგია. მაგალითად, აი, როდესაც ნავიგაცია გჭირდება, იქ მე მგონია, რომ რა ვიცი, მაზოხიზმია, რომ მაინც რაღაცა წერტილები იმახსოვრ რომ ჩართე და მიდი, მაგრამ რაღაც ნაწილში, სადაც ადამიანმატყოფნის უპირატესობა იგრძნობა, რომ შენ რაღაც ველი გააფართო ინტერპრეტაციით პირიქით. გვაზარალებს. ასავალი თუ დასავალი?
გაზეთზე მეკითხები თუ მაგის მიღმა? მაგის მიღმა. თუ მეკითხები რა ყოფილა უფრო მეტი, შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, მაგრამ დასავალი. მაგრამ ხო, კაცმა არ იცის რა, მართლა არ არის ადვილი შეკითხვა, იმიტომ რომ სად უფრო კარგად გძნობ ადამიანი თავს, მწვერვალზე თუ ფსკერზე. სად უფრო დაცულად და შესაბამისად. მე ალბათ უფრო ასავალი, მაგრამ ამავდროულად თუ მაინც და მაინც თქვათ რაღაცნაირად ამ ყველაფერს ბედნიერებასთან დავაკავშირებთ, ასავალს ნაკლები ბედნიერება მოაქვს. ხო, მაგრამ დასავალი სევით ხარ და ყველა გიყურებს და ეს ადამიანები, ხო იცით როგორია, ადამიანების თვალებიდან წამოსული ლურსმები არ არის ნაკლები იმ ლურსმებზე ქრისტე რო მიაჭედეს და შესაბამისად არ არის ადვილი და აი სადღაც ფსკერში როცა არის ვიღაც, ხო? შეიძლება ეს იოგია, სანიასია, რაღაცა არის. ამას ისხლიტავს, მაგრამ ჩემი ბუნება არის შეუთავსებელი ამ ტიპის ბუნებასთან, რომ ფსკერში ვიყო, ვარესად ვიქნები. არჩევანის ამბავი, ჩემთვის ასავალი. დასავალი ხო არ ფიქრობ, რომ უფრო კომფორტის ზონაა და კი, მე რა უჭირს კომფორტის ზონა, არჩევანის ამბავი. ვითარდებით ამ დროს? ხო და ვიღაცა შეიძლება არ უნდა ავითარე განვითარება და თვითკმარია და ამაში ტრიალებს. რა ვიცი, რა განვითარება აუცილებელი ნაწილია, არ ვიცი. ეგ დავის საკითხია. ვიღაცისთვის კი ვიღაცისთვის. ძალიან ის არის სუბიექტური. ხო, ძალიან სუბიექტურია რა, ვიღაც შეიძლება არ ჭირდება. უბის ციგნა კი როდის უნდა გასაჯაროვდეს? ბანდ ფოლკნერმა თქვა ყველაზე უფრო ზუსტად. ჩვენ ვართ ის, რაზეც ვდუმ ვართ. მე მგონია რომ რაღაცები რაც არ გასაჯაროვდება არავის მიერ არავისთან. ანუ ამიტომაც მე არ მგონია რომ იმაზე უფრო სასაცილო სიტყვა არსებობდეს სამყაროში ვიდრე სიტყვა მესაიდუმლია. შესაბამისად უბის ციგნაკები არიან ერთადერთი ციგნაკები რომლებიც იწვიან. ვარა, კარგია. აზრების დამორჩილება რთულია. ჩემთვის მე მაგ ზუსტად ეგ სინდრომი, ობსესიურ კომპულსიური, რომელიც რუმინაციას იწვევს და ფიქრი მოდის ტრიალებს არ ჩერდება. ეგ არის ჯოჯოხეთ. ყველაზე რთული ეგ არის ჩემთვის. მაგრამ ვიღაცა ალბათ ხედნის და აკონტროლებს, არ ვიცი. არ ვიცი რა ფაქტია, რომ ესეა. სხვა ტიპის ადამიანი. მე ეგ ძალიან მიჭირს. ვებრძვი რაღაც ილეთები ვისწავლე, ნუ ხან გამოდის, ხან არა, მაგრამ რაც არის. ვითამაშოთ სიმართლე თუ მოქმედება? მოქმედება. კარგი, მითხარი რამე და მე გავაკეთებ. თულ საფშს არ დაგავალ. შენთვის ჩაინიშნე ის პასუხი, მან კითხვები გიწერია, ის კითხვა, რომელზეც შენი არის ყველაზე კარგი პასუხი გავეცე. ოკეი, კარგი. მე ხა ბოლოსაც გამეცი ეს ყველა ძალიან მომეწონა, რომ უბის ციგნაგები იწვიანო. ძალიან კარგი იყო, მაგას ჩავინიშნავ და შემდეგ დავაკვირდი. და შემდეგ დაწვა. რომ ხტები ჰობს მე რეიძახი? თუ მანამდე? გააჩნია. ზანდახან საერთოდ არ ვიძახი და ანუ უნდა დავიძახოთ ისე, ხო? არა, გულისხმობ იმას, რომ შეიძლება გადახტე და ფეხი მოგდყდეს და ჰობის დაძახების თავი არ გქონდეს. ეგეთებშიც ყოფილა. ანუ ეგ გადახტომა არის ყველაზე მურტალი, თორე თუ ჰობის დაძახების თავი გაქვს, კინ თავში დაიძახი, კინ გქონდეს. თავი არის ჰობის დაძახების თავი გქონდეს. კანცი როდის წყდება? კანცი დასაწყისშივე ხანდახან გააჩნია მიმართულებას და გააჩნია ტრანსპორტს. ხანდახან არასდროს, ვერასდროს, სადღაც გააჩნია. ხო, ძალიან ყველა კითხვას მე მგონია რომ ინდივიდუალური განმახორციელებელი ყავს, რასაც შენ ვსვამ ახლა. გიჟის სიმართლე არაა? მე მგონია რომ გიჟი ძალიან ისეთი შეურაცხყოფელი და არასწორი დეფინიცია ადამიანის. მე არ მგონია რომ სიტყვა ნორმალური იყოს საერთოდ მომხიბვლელი. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი რაღაცით ანუ არანორმალურები ვართ და ეს ასე უნდა იყოს და გაცილებით უფრო საინტერესო მგონია ვიდრე ის რომ ჩვენ რაღაცა სტერილურ არსებებად ვიქცეთ, რომელიც განსაზღვრული რუკით მოძრაობს სამყაროში, უკიდურესად მკვეთრი დათქმებით და შესაბამისად ბუნებრივია რომ არავითარ საზღვარს კი არა და საშუალებას არც ინტერპრეტაციის, არც ფანტაზიის, არც ამოვარდნის, არც მარცხის და ასე შემდეგ აპირიქით. მე მგონია რომ ადამიანი ეგრე გაცილებით უფრო საინტერესოა როგორ თავდება ქართული ხალხური ზღაპრები. რაღაც ამბები ხდება, უბედურება, საშინელება იქით, აქეთ
გადალახავს, გადმოლახავს, მიაღწევს წარმატებას და მე არის ესეთი ფრაზა, ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად. ვინმე საინტერესებს. აღარ გძელებას ხაპარ. შეიძლება იმიტომაც რომ ეგეთ რამე არ არსებობს. შეიძლება იმიტომაც რომ ეგეთ რაღაცა მოსაწყენია, მაგრამ ორივე შემთხვევაში არც მთხრობელს და არც მსმენელს ეს ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად. არა აინტერესებს, როდესაც ადამიანი იბრძვის, მარცხდება, იტანჯება, იმარჯვებს, იტყუება, მართალს ამბობს, ეს საინტერესოა გაცილებით ადამიანს. ვიდრე რაღაცა სტერილური მოცემულობა, რომელიც ხო, ნორმალურობა რაღაც ჩარჩოში ფსობს. ხო, მე მესმის, რომ რაღაცა დათქმული წესები არსებობს, რაც კაცობრიობას ქაოსს არიდებს და ეგ სრულიად გასაგებია, რაღაც კონსტიტუცია არსებობს სამყაროში, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით და მეტნაკლებად ვახორციელებთ, მაგრამ ამის მიღმა ინტერპრეტაციის ველი უნდა რჩებოდეს. თუ აზრი ორად იყოფა, როგორ აერთებ? არ ვაერთებ. იყოს ორად გაყოფილი გაცილებით უფრო საინტერესოა. წებოს როლის თამაში დიდად არ მიზიდავს. და საერთოდ მგონია, რომ რამდენი ადამიანიც არის, იმდენი სიმართლეა და მეტიც თითო ადამიანში ძალიან ბევრჯერ არაერთი სიმართლე ერთმანეთს ეჯახება ხოლმე და ეგრე უფრო საინტერესო პროცესია რა. ჩვენ თუ ვიცით ადამიანებმა, რომ ყველას ჩვენი სიმართლე გვაქვს. გვიჭირს. შინ შემთხვევაში მიმბაძვებები ვართ ხოლმე. ძალიან გვიჭირს. მაგაზე არის ალბათ კეთილაური. და ეგეთი ადამიანი, რომელიც ვაჟამ შემოგთავაზა, დღესაც მიუღწეველია, რომელიც ამბობს, რომ მე ჩემი სიმართლე გაქვს, შენ სიმართლე გაქვს და მისია ის არის ჩვენი, რომ ამ სიმართლეებით თანავე ცხოვროთ. ის კი არა რომ მე შენ დაგიმსგავსო, ან შენ მე დამიმსგავსო, ან გაგაძეო იმის გამო, რომ სხვა სიმართლე, რასაც ძირითადად ადამიანი აკეთებს, როდესაც უცხოს ხედავ, პირველი ინსტინქტი არის ეგ, რომ ან დაიმსგავსო, ან გააძეო. და სინამდვილეში ადამიანად ყოფნის ყველაზე მთავარი მისია, ეგ ვაჟასთანაც არის და რუსთაველთან ხო არის და არის, ხო, ადამიანი მიდის უცხო ადამიანის საძებნად ყველანაირად ბედნიერი ადამიანი. მიდის და რისკავს საკუთარ სიცოცხლეს იმ ადამიანთან, რომელიც არ არიცის ვინ არის. და მე იმ ადამიანისთვის აკეთებს ბევრ რამეს. ეს არის უცხოს ძებნის, შეცნობის და საკუთრად გახდომის აქტი, ხო? ეს ადვილი არ არის. გზაზე რომ მიდის, ძალიან უცნაური ლოცვით ლოცულობს, ხო? ჩვენ ვიცით ისეთი ლოცვები, რომელიც ორიგინალურია, ხო? რომ მაგალითად აი ჩვეულებრივი ლოცვებიც ვიცით. ღმერთისადმი რომ მამა კარგად ამყოფე, დედა კარგად რაღაცა, შესანიშნავია ეგ. ვიცით ცოტა ორიგინალურები სოლომონ ბრძენის, რომელსაც თქვა რომ სიბრძნე მომეცი და ნუ ეს ნიშნავს იმას, რომ სიბრძნეს მომეცი იმ დანარჩენებსაც გან, მაგრამ ავთანდილ ძალიან უცნაური ლოცვა. ის იძლევა რომ მომეც დათმენა სურვილთა უფელ, ანუ რაც მინდა ეხლაო, ეგ არ მინდოდეს, რა უნდა მიდის ტყეში, ადამიანია და საცოლე ელოდება, ის არის მეფისტოლის კაცია, აბსოლუტურად ყველა სიკეთი აქვს და იქ არ იცის. Google Map-ით ხო არ მიდის, იმ კაცს ნახავს, არ ნახავს, ვინ არის, რა არის. და უნებაა რა, უკან დაბრუნება შეიძლება უნდებოდეს, მაგრამ ამას ამარცხებს. აი ამას რო დაამარცხებ, მეორე ადამიანსაც დაინახა. მეორე ადამიანის დანახვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო. განსხვავებულის. აი სულ არ მოგწონს და რაღაცა ეგ მაგარი გამარჯვება, ძალიან მეც მიჭირს. არა, მე მგონი ყველას უჭირს. მაგრად. აწყვეტილს გითარეშია? გააჩნია სადარეშოებს კი რაღაც პერიოდები მქონია ძალიან ამო და სხვა შორის თან მიზიდავს, თან მანგრევს. ხო, რა თქმა უნდა. ხო, აი გარია, ანუ ხო თან იცი რომ ეს გაზარალებს ემოციურად, ფიზიკურად რაღაცა, მაგრამ თან ცოცხალი ხარ. ხო, იმ წუთში გინდა რა. ხო, ცოცხალი ხარ და ნება იდეა, რომელიც შენ გაიძულებს რომ ამას შეხვიდე. როცა საათს გეკითხებიან, უფრო სერიოზული ხდები? საათი სერიოზული ამბავია. საათს რომ მეკითხებიან, მე მახსენდება სადღაც ასასვლელება. ის იმაზე მაგრად მე ვხეირობ ხოლმე. ვინც მეკითხება. არა მე დაკვირვებული რომ ადამიანი უფრო სერიოზული ხდება. მე სალმები რა, სერიოზული ხდები, იმიტომ რომ უი აქ უნდა ვიყო. სიმარტოვე მეტ განათლებას ხომ არ იძლევა? გააჩნია რა, ესეთი სიმარტოვე ძალიან სერიოზული ამბავია. იმიტომ რომ ყველაზე უფრო რთული ხო საკუთარ თავთან ლაპარაკე და იძულებული ხარ რომ მარტო როცა ხარ ელაპარაკოს, ხებს რომ ელაპარაკები საკუთარ თავს გაურბი ხარ და იოლად ძვრები ხოლმე და
კი, საკუთარ თავთან დაკავშირებით ძალიან დიდ გავლენას ახდენს. და ეგ არის ყველაზე დიდი განათლება, ყველაზე რთული შეიცნო შენი თავი. ხო, მე მგონი მაგისტვის ვართ ამ ქვეყანაზე, ჩვენ თავი შეგვიძლია. გარკვეულწილად, ხო, მაგრამ მაგას არასდროს, იმიტომ რომ თან დღეს თანამედროვე სამყაროში ორი სამყარო ერთად არსებობს სივრცეში, ერთი არც ახლა მონაწილეობთ ამ წამს, მეორე აგერ ჯიბიდან ამოვიღებ, ჩავხედავ და იქ კიდე გაცილებით უფრო დიდი სამყაროა და დრო არის შეცდავებული იმისთვისაც კი, რასაც დოჩანაშვილი წერს, რომ დაძინების წინ არსებობს წუთი, როდესაც ჩვენ ყველამ ვიცით ვინ ვართ. ანუ მაგ ერთი წუთისთვისაც მოცემული დროც წავართვით საკუთარ თავს და ნახოთ რა იქნება მომავალში. სოფელი დიდია თუ ბოქლომი კიდია? სოფელი რაც უფრო დიდია, ნაკლებად კიდია ბოქლომი, იმიტომ რომ რაღაცნაირად თავს ინარჩუნებს, მაგრამ მე მინახავს სოფლები, სადაც სოფელში ერთი მოსწავლე სწავლობდა თლად სკოლაში, ძალიან ბევრი მიტოვებული სახლი იყო და ძალიან სევდიანია ეს ბოქლომი, როცა კიდია სოფელს. მე ვიცი, გამოთქმა რაზეც არის, მაგრამ მოდი პირდაპირ მნიშვნელობით უპასუხებ, იმიტომ რომ მან ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს და ძალიან მასევდიანებს ხოლმე ეგ საქმე. შესაძლებელია ზღვას გადაურჩე და წვეთმა დაგახრჯოს. მე მგონი რომ ეგ სულ ეგრე ხდება. ანუ ადამიანი ყოველთვის ცდილობს რომ დიდს გადაურჩეს, მისი ფიქრი, განცდები ორიენტირებულია მასზე და ის პატარა რაც შეიძლება იქ ძირს გიხრავდეს სულ შეუმჩნეველი მაგას აი გავს არ მოუყვები გრძელია მაგრამ ფანტასტიკური გავი არის სიბრძნე ბალავარიანში სადაც ძალიან კარგად ჩანს რომ ის პატარა თაგვები თეთრი და შავი გაცილებით უფრო სახიფათო ანუ დღე და ღამე სიმბოლურად ვიდრე რაღაც ვეშაპი და ისე რომელსაც გაურბი ხარ და ამ დროს ის დრო გადის და გავს უბნის ფეხბურთი ლეგენდად იქცა არ ვიცი, აღარ თამაშობენ დღეს. აღარ ვაკვირდები, მე ქალაქიდან მოშორებით ცხოვრობ და იქ არ არის ეგეთი ტიპის უბანი, სადაც ფეხბურთელები ითამაშებენ. მე მაგით ცხოვრობდი. ხო. ანუ სკოლიდან რომ მოვდიოდი, ვჩერდებოდი, სადღაც შუაში იყო და საღამო მეძებდნენ, მე მეძახდნენ და რაღაცა შორიდან მესმოდა. რომ თუ საღამოვდებოდა, ვხვდებოდი, რომ რაღაც ყველანაირ გონივრულ ვადას გადაცდა, იმდენად დიდი ვნება იყო ჩემთვის. ეგ ფეხბურთი, იმიტომ რომ რეალურად ან კომპენსაცია იყო რა, ძალიან ბევრი რაღაც რა იყო გასართობი ჩემ ბავშვობაში, მით უმეტეს ოზურგეთში. შუქი არ არის, კრიმინალი, ვედურება, ფეხბურთს ვკითხულობ გაზეთიდან, ტელევიზორი არ მაქვს და რა სადღაც ხომ და განვახორციელო ეს ამბები. მან თამაშობდით მე და ჩემი მეგობრები და რა ვიცი, ჩემთვის ის ამბავია ლეგენდად. იმედია დღესაც თამაშობ. ხო, იმედია. თუმცა ჩვენ დროს ეხა უფრო სტადიონებზე შედიან ხოლმე. ის იმას სხვა მუღამი ქონდა. კი, აი, ორქვას რო დადებდიან კედელს. არის და ხო, აი ეგ სხვა იყო. რომ მოხაზავდი ცარცით. ჩემ კი, მე ჩვენ კლასის ოთახში თამაშობდი და ბურთი იყო ამ სკამებს აღარ აქვს ეგ. რაღაც სკამს რო ქვევიდან მქონდა ოთხკუთხედი მოვაძრობდი და კი. ესე რომ ეგ სერიოზული ამბავია. წიგნი ყდით გიცვნია? კი, და ემოციაც მოაქვს სხვა შორის, იმიტომ რომ რეალურად წიგნს, ანუ იმ წიგნს, რაზეც ახლა მეკითხები, ხო არის ხშირად, რომ აი ელექტრონული წიგნი მოკლავს ბეჭდურ წიგნს არა. წარმოუდგენელია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დასაფასებელია, ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი დომინანტი ხაზია და არაფერს აწინააღმდეგო არ მაქვს, ვიღაცა ელექტრონულად თუ კითხულობს. ბეჭდურ წიგნს აქვს ერთი დიდი პლუსი, რაც ადამიანად ყოფნის ნიშანთაგანია, ფლობის ვნება. ანუ ეგ ანუ თვითონ წიგნი ხო არის ტექსტი და ამავდროულად თვითონ წიგნი არის საგანი, რომელსაც ფლობ, მეხსიერებას უკავშირდება, რო კითხულობ, ვიღაც შეიძლება შეყვარებული გაგშორდა, პირიქით იმ დროს გახსენებს, რომ მარტო იმ ტექსტს კი არ გახსენებს, ამბავ რომელიღაც აფხულს გახსენებს, სოფელს ადამიანებს გახსენებს, ვინც ცოცხალ წარწერას გახსენებს, ხო? ბევრი რაღაც. ხო და ამიტომ ხო, ეს ყდითაც მიცვნია და ამავდროულად იმ ყდას რაღაც ამბები წამოუღია. ხო, რა თქმა უნდა. ხო, და ეგ ჩემთვის ისეთია, რა, საინტერესო რაღაცა და ეგ დადასტურდა ისედაც, იმიტომ რომ დღეს ბეჭდურ წიგნის გაყიდვები სოფლიოში საკმაოდ მაღალ დონეზე, ხო, წესით ხო, თითქოს აი Amazon-ის რევოლუციას, Kindle-ს და რაღაცებს ვარაუდობდნენ, რომ თლიანად უნდა ჩაენაცვლებინა, ვერ მოხდა ეგრე. ეს ხმოვანი წიგნები რო უსმენენ? კი, ეს ლიტერატურა ხო საერთოდ ეგრე დაიწყო.
დაიწყო თავის დროზე ლიტერატურა იყო არაბსოდური. ანუ ადამიანი გადაცემდა ადამიანს, ხო? ანუ ეგეთი ჩაწერის კულტურა მაშინ არ არსებობდა, ხო? მით უმეტეს ამ დაწერილის გამრავლების პრობლემა იყო. ამიტომ დიდწილად ეგრე იყო მთხრობელი არსებობდა, ვიღაცას უყურებდა იმ მოყოლითა შორის ვიღაცას ჰქონდა უნარი, ვინც ამას დაიმახსოვრებდა და გადაცემდა. ამიტომ მოსმენას თავისი საინტერესო ესეთი შეიძლება ასე ითქვას თანდევი გამოცდილება აქვს, მაგრამ რამდენად საქართველოში ამას აქტიურად იყენებენ მე არ ვიცი სხვათა შორის. იმიტომ მე ძალიან ცოტა პლატფორმა ვიცი, სადაც ლიტერატურა არის გახმოვანებული და ჯობია რომ იყოს მეტი, რა თქმა უნდა. მე ერთ-ერთ ინტერვიუში მოვისმენე რომ შენ არ გიყვარს მაინდ-მაინც რომ ვინმეს ურჩიო კონკრეტული წიგნი, იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურიაო ეს არა, რატომაც მე შემიძლია ის თქვა მე რაც ხო, რამდენიმე სოფელში ჩვენ გვაქვს თეატრალური წრეები გახსნილი სოფლის სკოლებში და ასევე წიგნის კლუბები. რას ურჩევდით ჩემ პატარა ბავშვებს? პატარებს არა მე-9-დან მე-12 კლასში ჩათვლით. მით უმეტეს. რაც შეიძლება რომ წაიკითხო. ხო, აი ეგ არის ის კლასი, სადაც ჩვენ რაზეც ვლაპარაკობდით, ის ხალხი შეგიძლია წაიკითხო. შოთა რუსთაველი წაიკითხო, არაშაულა წაიკითხო. ფოლკნერი შეიძლება წაიკითხო, მარკ ტვენიც წაიკითხო, რაღაც ტექსტები, რომელიც შენს ფორმირებაში რაღაც როლს ითამაშებს. კიდე ერთხელ ვამბობ, ეგრე არ არის მოწყობილი, რომ მე წიგნი წავიკითხე, მე ვერდღოს უკეთესი ადამიანი ვარ, მაგრამ საინტერესო ხო ვარ უფრო. ანუ და შესაბამისად რეალურად მგონია, რომ ამ ბავშვებს მოზარდებს არც რას დავარქმევთ, ვიღაცა უნდა ყავდეს, ვინც ეუბნება, რომ წიგნი საჭირო რამ არის. ანუ უყურეთ, ეგეც საინტერესო ამბავია, როდესაც ჩვენ სკოლებში ბავშვებს ვეუბნებით, რომ წიგნი უნდა გიყვარდეს, ხო, მან ცოტა საფრთხილო კომბინაციას ვათამაშებთ, იმიტომ რომ სიტყვა სიყვარული და სიტყვა უნდა ერთმანეთთან ვერ განაცხობა. შესაბამისად, ესე ძალით ვერ იზამ აქ საქმეს. მაგრამ როდესაც შენ ვიღაცას შეუყვარდება წიგნი, მერეც, ვიღაცას არა, მაგრამ ვისაც არა, იმასაც სჭირდება წიგნი, როგორც აქამდე არსებულ გამოცდილების ჯამი ადამიანის, ხო? მან დაფიქსირდა ადამიანი რა იყო შუა საუკუნეებში, მანამდე. თუ ამას დავანახებთ, რაც არ უნდა ეზარებოდეს ამ წიგნის კითხვა, რაღაცებს მაინც წაიკითხავს. საკუთარი საჭიროების მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ წიგნი ყველას უნდა ეგ როგორ შეიძლება მოხდეს, სისულელე. ხო, აი ვიღაცას ის ეყვარება, ვიღაცას ეს ეყვარება, ვიღაცას თეატრი ეყვარება, ვიღაცას კინო ეყვარება, ვიღაცას კლდეზე ცოცვა, ვიღაცას ბიზნესი, ვიღაცას ის ვიღაცას ეს ამას მე ვერ განსაზღვრავ ისი ამბავია, მაგრამ წიგნი გჭირდება რა, იმიტომ გჭირდება რომ რაღაცეები არის, რაც ადამიანებს გაუვლია და შენ შიგნიდან შეგიძლია დაინახო და გაითვალისწინო. კმაყოფილი კაცი სამყაროს აღსასრულია? კი. ჩემი აზრით კი, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც სულ ერთია ეგ კონსერვატორია, ლიბერალია, ყველას ახასიათებს ეგ პრობლემა. ხო. გაჯიუტდება საკუთარ თავში და კითხვის ნიშნის დასმას შეწყვეტს, წყვეტს განვითარებას. ანუ ადამიანი არის კითხვის ნიშანი. სანამ შენ შეგიძლია რომ კითხვის ნიშანი დასვა საკუთარ თავს, სამყაროს, რაღაცის მიმართ, მიდიხარ წინ. ვითარდები არ შეიძლება უკან წახვიდე. ხო, მაგრამ მოძრაობ, მოდი ასე ვთქვათ. ანუ მთავარი არსი ხო ეგ არის, ილიას მთავარი თეზისი, თავის გზავის წელში. ხო, მოძრაობა. ანუ ეგ არის ადამიანობა. ანუ როგორც კი შენ ვთქვათ, ჩერდები, ფიქრობ რომ ხარ კმარი, კითხვის ნიშანს არათუ შენ არ უსვამ საკუთარ სავს, სხვისგან დასმულსაც აღარ იღებ. დამთავრებული ამბავი. სოფლებში წიგნებს არიგებ თუ ისტორიებს აგროვებ? ორივეს ერთ. ორივეც. პრიმიტიული გადაწყვეტილება რატომ არის ხოლმე დაუჯერებელი? გადაწყვეტილების უმრავლესობა სრულიად პრიმიტიულია. და მე ყველაზე სწორია. ხო, რა ვიცი, ხა მე რო გადავწყვიტო რომ ავდგე და კოკა-კოლა დავლიო. ხო, პრიმიტიული გადაწყვეტილება რაღაც აზრით. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ ძალიან აუცილებელი. მინდა და შესაბამისად პირიქით. სიმთვრალეში ნაბოდიალები რომ გამოსცე, ბესტსელერი გახდება? სიმთვრალეს გააჩნია და რაღაც სიმთვრალეები მქონია, რომელიც ოდესღაც სანამ შეძლებს და გვარად სვამდი, რომელიც ბესტსელერზე უარესი გახდება. რაღაცები ძალიან ბანალია. რაღაცებს რაღაც შვილი არ წაიკითხა, იმიტომ რომ იმდენად ბევრში მეორდება, რომ რეალურად საინტერესო არ არის. წერტილი მძიმეზე მძიმეა? ეგ ლექსია.
ჰაიკუ. ამ გადაცემის ჰაიკუ. ლექსი დამწერია. კი. კი, ძიმე. მაგრამ ხანდახან ძიმეზე აუცილებელი. ხო, კი. დაცანდა ძიმე იყოს. აი ორი ლექსი გაიჩიტო. ჰაიკუ და გენდაის. ტანკა. შენი პერსონაჟი ამოგითვალწუნებია? მე ახლა დავიწყე რეალურად ესეთი ტიპის წიგნების წერა, სადაც მკვეთრად გამოხატული პერსონაჟები მყავს, ძირითადად პოეზიას ვწერდი, ან ისეთი ტიპის ესეისტიკას, აი გორულდღეურები წერილები ამ შემდეგ, რომელშიც მე მონაწილეობ, ან ის ადამიანები, რომლებიც მართლა არსებობდნენ. ახლანდელებს დავაკვირდები და თუ ავითვალწუნო გააგებინებთ. როგორ ფიქრობ, სოფლის შარაგზა ფსიქოლოგია? თუ არავინ არ გხვდება არ ვიცი, კი, ყველა შარაგზებში გზა არის ყველაზე მთავარი ფსიქოლოგი ადამიანისთვის, სოფლისაც, ქალაქისაც, ქალაქსა და სოფელ შორს არის შემდეგ. გზა ჩემთვის არის ყველაზე დიდი თერაპია. გზა. და თუ სიტყვა ვერ დაწერე, გაქრება? ვერ არ დაწერე, თქო. სამყაროსთვის გაქრება, მაგრამ შენთვის შეიძლება სასარგებლოც იყოს და სხვა შორის ოსკარ უაილდს აქვს ნათქვამი, რომ სიტყვები, რომლებიც ვერ ვთქვით, გვინდოდა და ვერ ვთქვით, ჩვენში დარჩენილია, პება და გვწამლავს. გააჩნია, ქრობით არ ქრება. აი, პერსონაჟებს რო ვკითხო ისევ, როლებს ხო არ გეხვეწებიან ხოლმე პერსონაჟები? როლებს რა აზრით? ანუ დამწერეო. კი, ეგ თელი სამყარო იხვეწება, ესე მოწყობილი, რომ ყველას უნდა ყველა ადამიანს სურს რომ აღინიშნოს. ხო. ეგ ადამიანის ნება ერთ-ერთი. ანუ აღიარება, გამორჩევა, სახელის მოხვეჭა, ხო თქვა იმ კაცმა. ჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭა. კი, ეგ ნება არსებობს. აზრს რომ გეკითხებია, ბოლომდე გისმენენ? მე არ უსმენ ხოლმე. ესაც ვეკითხები. ეგ პრობლემა აქვს. ვაწყვეტინებ, ეგ ცუდისება. ვიღაც მისმენს, ვიღაც არა, გააჩნია. არ დავკვირვები ვარ მაგას. ეგეც შეიძლება მაინტერესებს კი? ხო, ზოგია. ხო, ეგ საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ თუ ვეკითხებით, რატო არ უსმენთ? მაშინ რატო ვეკითხებით? სიტუაციას გააჩნია, რა ვიცი, ხანდახან არის ხო იძულებული ხარ, როგორი ამინდია. შენ ციცი როგორი ამინდია. თუმეტეს გრძლად თუ მოგიყვამეთ, როგორი ამინდია. გრძლად როგი თელ კვირას. გურის მთები პოეზია? გურის მთები პოეზიაც არის და გასაჭირიც. ორივე ერთად, იმიტომ რომ ბევრი სოფელია, სადაც ბევრ ადამიანს უჭირს დღესაც და ყოველდღიურად სოფელი ეგეთი რაღაცა არის. გარედან არის პოეზია, შიგნიდან ძანრთულია. ხო, ძანრთული. იმიტომ ხო, გააჩნია საიდან უყურებ, თუ გარედან უყურებ კიდე თუ შიგნიდან პირიქით. წიგნი, რომელიც არავინ არ წაიკითხა, ვიზე ბრაზოს, მკითხველზე თუ ავტორზე? ავტორზე ალბათ. ან რა დაბოღმილი იქნება. ან გამომცემელზე. გამომცემელზე. ეგ წიგნი ალბათ რო შეეძლოს თვითონ ჩაერტყმეოდა. ხო, რაღაც წიგნები რაც მხოლოდ იმისთვის გამოდგება, რომ თავს ჩაარტყო ვიღაცას. გადატანით იმის. ცოდვა ის წიგნი რა დააშვა. არის ეგეთ წიგნებიც ალბათ, არ ვიცი. თვითონ ავტორს რაღაც წიგნები არის, თვითონ ავტორსაც აღარ აქვს წაკითხული, ვერ გაიგებ. მე მგონი დაწერა და აღარ წაიკითხა. კი, მე ბიბლიოთეკაში მუშაობ, მილიონობით წიგნს წარმოუდგენელი რაღაც წიგნები მილიონში არსებობს სტატისტიკურად, რომელიც ალბათ არავინ არ წაიკითხა. მაგალითად, უფის კოლმეურნეობის ხდომის აქტი. ბაბუაჩემი კითხულობდა ყველაფერს. მაგასაც? რო ჩავარდნოდა, რომ უფის კოლმეურნეობის ხდომის რაღაცნაირი, თქვა, სტენოგრაფიული ანალიზი. და ძალიან დიდი ბიბლიოთეკა. ნუ ნახევარი მივხვდი, რომ არ ღირდა ახლა. არა, რაღაცები ეგრე იძულებით მეც მაქვს წაკითხული, იმიტომ რომ სახში რომ მოვდიოდი, შუქი არ არის, ლამპა არის და რაღაცას გადმოვიღებდი, კითხულობდი, არის რა იყო, რაზე ეწერა, ზოგი კომუნისტური წიგნი იყო, ზოგი რაღაცა, ზოგი გარეკანტინის ზოგი მეგონა რომ ცოტა ისეთი წიგნი ხო არ არის ხალი ახატია. ერთხელ მოტყუებულს მე შემოვიდა ეგეთი წიგნებიც.
კი, ჭაობი, კი, ჭაობი, მე წაკითხული მაქვს, არაჩვეულებრივი წიგნი. სრულად არაჩვეულებრივი, იმ დროს ჭაობს კითხულობდი ძალიან უცნაურად. მე სხვა შორის მე ხელში მეჭირა ძალიან დიდი ენციკლოპედია ციტრუსზე. ხო. ერქვა აჭარის მწვანე ოქრო, დიდი წიგნი იყო და იმაში მე და ჭაობს. აურა, კითხულობდი ხოლმე. კი. უცნაური წიგნი იყო. ამ თაობისთვის ასრულიად გაუგებარი. ხო, აბარა ერთხელ მოტყუებულს მეორედ იგივე დაგიჯერებია. თუ საკუთარი თავის მოტყუებას ვლაპარაკობთ კი. თუ სხვისგან მოტყუებაზე აღარ. ნინომ დაკლა ქათამი, არ მაჭამა ბარკალი. ნინო ჟმოტია? ქათამი მძულს. ქათმის დედას. როგორც ასეთი. ამიტომ ნინო ჯიგარია. ქათამზე მაქვს ესე რა ქვია, ობსესიური ფობია, რომ ხედავს უნდა ხვდე. შესაბამისად ამანდაზის მერე ნინოს სრულიად დავიწყე. დამავიწყე. ნინოს არსებობა აღარ მახსოვს. მადლობა. სულ ეს იყო. აღა მაინდა-მაინც ქათმით. მაინდა-მაინც. ნინოთი დაგვემთავრებინა. თუ მოგეწონა. კი, მოიცა, შემოვარდით, მოიცა. გავლენ ახლა ეს ბიჭები. საჩუქარი მაქვს შენთვის. ქალაქის თეატრისგან ორი ბილეთი. არაჩვეულებრივ სპექტაკლზე. ეს უკვე სერიოზული. და ეს არის 25 აპრილს. აჰა. სერიოზული. ხო, ეს გადაცემა შეიძლება ჯერ არ იყოს გასული, მაგრამ არა უშავს. ნეგას რამე. იმედია ისიამოვნებ, იმედია მოხვალ. კი ბატონო. ესე გვიან გადის ეს გადაცემები, რომ ჩაწერ მე. ხო, ეს გადაცემა გავა ორი კვირის მერე ხო. ოკეი, კი ბატონო. მადლობა. ეგ არის. ეხლა შეგეძლო შემოგები.